გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით ბიუჯეტი 102 მილიონი ლარია. პრიორიტეტები კი უცვლელია. ინფრასტრუქტურაში 30 მილიონი, განათლებაში კი 20 მილიონი დაიხარჯება. საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის თქმით, წლის განმავლობაში მოხდება ბიუჯეტის ზრდა, როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე დაფინანსდება მაღალმთიანი სოფლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან. დღეს დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი ნაწილში, რა თქმა უნდა, და განისაზღვრა სამოსავლო ნაწილი ბიუჯეტის 98 მილიონით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 102 მილიონით. მათ შორის ხაობა 4 მილიონ 300 ნაშთის მიმართვა დაფიქსირდა. ეს გათვალისწინებული იყო როგორც საკრებულოს დეპუტატების შენიშვნის შესაბამისად, ასე შემოსულობებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებული საკასო მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ყველა ძირითადი პრიორიტეტი შენარჩუნებულია ზრდა, ყველა ძირითად პრიორიტეტში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით არის გაზრდილი ბიუჯეტი. დღევანდელი მდგომარეობით ამ პრიორიტეტის შეადგენს 30 მილიონს, დაახლოებით 30%-ია ბიუჯეტის. შემდეგი პრიორიტეტი არის განათლება, დაახლოებით 20 მილიონამდე და ასე კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა. ეს პრიორიტეტები არის შენარჩუნებული. სოციალური მიმართულებით არის ზრდა, ასევე უახლოეს მომავალშიც ითვალისწინებს კიდევ მერია შენიშვნებს და გაზრდის ალბათ სოციალურ პაკეტს და საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გასულ მაჩვენებლებთან შედარებით ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. საკრებულოს წევრების დამსწრე წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთობლივად დაუჭირა მხარე 2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დადგენილების წარმოადგენელი პროექტს და მიღებულ იქნა ბიუჯეტი გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის. საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი და საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომელზეც საკრებულო და მერია მუშაობდა ბოლო თვენახების განმავლობაში აქტიურად. შენიშვნები, რომლებიც საკრებულოს წევრების მხრიდან იქნა გამოთქმული და უკან დაბრუნდა მერიისგან რიგ საკითხებში და მნიშვნელოვან საკითხებში გათვალისწინებული და მეორე ნაწილი საკითხებისა დიდი ნაწილი უკვე კალენდარული წერილო დაიწყება იანვრიდან მოხდება განხილვა მერიის მხრიდან და ეტაპობრივად წლის განმავლობაში კიდევ მოხდება ცვლილებები ხოლმე.